ოცნება არჩევანის გაკეთებას იწყებს. მოსალოდნელი სანქციების, ვიზა ლიბერალიზაციის, შეჩერებისა და საერთაშორისო იზოლაციის საშიშროების ფონზე ამერიკასთან მცდელობების პარალელურად მმართველი გუნდი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე ალაპარაკდა. სწორედ ამ თხოვნაზე ევროკომისიასთან შუამდგომლობისთვის მიმართა სამხარძემ ლუქსემბურგის მთავრობას. მისი თქმით, ოცნება მზად არის გამჭვირვალობის კანონზეც კი ისაუბროს. სარგოას უარყოფის მიუხედავად ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის მზადყოფნა ბოჭორიშვილის მოადგილებაც დაადასტურა. გოგა ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე ფორმულას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა. გამოძიება ცრუ დასმენის მოტივით დაიწყო. პროკურატურის განცხადებით გამოძიება საფუძვლად ხაინდრავას ადვოკატების განცხადება დაედო. მათივე ცნობით გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მაკო გომური თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. 20 ივნისი არის ყველა იმ ადამიანის დანაშაული, ვინც მაშინ იყო ქართული ოცნების წევრი და არა მხოლოდ ერთი ადამიანის, გიორგი გახარიასი. თქვა პროცესის შემდეგ გომურმა. მან 2019 წლის აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ თვალი დაკარგა. უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოკუპირებულ ოლქში რუსეთის ორ ლოგისტიკურ ხიდს დაარტყეს. მას ოკუპანტები პერსონალისა და ტექნიკის გადასაადგილებლად იყენებდნენ. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.